ჩემო მეგობრებო, მოგესალმებათ, კახაბერც ერთვაძე, შუაგულ ბოლონიიდან, რეჯო ემილიაში მივდივარ, ახლა ჩემო მეგობრებო, ყავის თაობაზე ერთადერთმა ბარმა მითხრა, რომ ჩემი ყავა აინტერესებს და აუცილებლად ჯერ არ მომსვლია, მაგრამ მომივა სპეციალურად ბარებისთვის აპარატი, რომელიც არის პროფესიონალური და როგორ ხდება ახლა ჩვენთან დაკავშირება, აუცილებლად მექნება ნომერი, სადაც შეუძლიათ ჩვენ მენეჯერებს, ჩვენ თანამშრომლებს დაუკავშირდე და ჩვენ შემოგეხმიანებით, ჩვენ მოგიტანთ აპარატს, სადღაც აპარატი ძალიან ძვირი ჯდება 8,000-დან 10,000 ევრომდე, პროფესიონალებზე მაქვს საუბარი, ნახმარი არ იქნება, ახალია, შეკვეთილი მაქვს უკვე 15 წელი ერთ-ერთ კომპანიაში, იტალიურ კომპანია არის. ჩემი ლოგოთი, ჩემი ლოგო ექნება თვითონ აპარატს და მე მოგიტანთ, არა აქვს მნიშვნელობა, ბარი იქნება, რესტორანი იქნება, თუ კომერციული ფართი, ყველგან მოგიტანთ და დაგიდგავთ ჩვენ უფასოდ, ჩემი კომპანია, მაგრამ უნდა გაყიდოთ ჩვენი ყავა. არის ბარები 5-6 კილოს ყიდიან დღეში ბოლონიაში ვიცი ასეთი და ჩვენთვის ძალიან საამაყო იქნება, რომ მაგალითად ყველგან იყოს ჩვენი ყავა. იმიტომ რომ პირველად ჩაუშვებთ ახლა ევროპაში და მერე ხალხი თვითონ გადაწყვიტავს რომელი ყავა დალიოს, იმიტომ რომ ყავა ისეთი თემა არის, იმიტომ ჩემ თავზე მაქვს გამოცვლილი ყველა ყავას მე და ყველა ბარში მე არ ვსვამ, იმიტომ რომ გემო ბევრის არ მომწონს. ბევრს მოწონს, მაგრამ არ ვდაობთ ახლა გემოვნებაზე და მადლობა მინთხრა რომ შემომეხმიანეთ საფრანგეთიდან შემომეხმიანენ, სლოვენიიდან შემომეხმიანენ, მადაც უკვე სლოვენია, საფრანგეთი, ბერლინში ორი ბარი გვექნება, ერთი უკვე მიდის რემონტი, მაგრამ ბარი თვითონ ჩემი არ არის, ბარი არის პიროვნების, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ბარი, მაგრამ მე ჩემი რეკლამით და ჩემი ყავით და ჩემი აპარატით, როგორც ხდება იტალიაში, კომერციულებზე მაქვს მე საუბარი, ვისაც აქვს ბარი და რესტორანი. მაქვს საუბარი, ჩვენ მოგიტანთ ჩვენ აპარატს. მე არ ვიძახი რომ გაჩუქებთ აპარატს, ჩვენ აპარატს მოგიტანთ, დაგიდგავთ, სანამ ჩვენ ყავას გაყიდით. როცა ჩვენი ყავა არ გენდომინებათ და მოგინდებათ მაგალითად სხვა კომპანიის ყავა, ჩვენ იმ აპარატს უკან წამოვიხებთ. ასე მუშაობს ეს დღეს ევროპაში. რაც შეეხება საქართველოში. საქართველოში კაფსულები გვექნება, აპარატი გვექნება, პატარა სახლის, ოფისის არ იქნება დიდი. მოგიტანთ საჩუქრად აპარატს, ოღონდ ჩვენი კაფსულა უნდა იხმაროთ, იმიტომ რომ იმ აპარატში სხვა კაფსულა არ წავა. ეს იქნება საქართველოში, ყველაფერი გვაქვს შეკვეთილი, ჯერ არ მოგვსვლია, იცით, ცოტა იწელება ეს დრო, მაგრამ ეხლა მივფრინავ თვის ბოლოს საქართველოში და ერთ-ერთ კომპანიას მინდა, არ ვიცი ჯერ არ მოგვილაპარაკებია ბოლომდე, მინდა რომ ჩავაბარო და დისტრიბუციაში ჩაუშვას, რომ იყოს ყველა მაღაზიაში. ეს რაც შეეხება ყავას, ჩემო მეგობრებო, მთელ ევროპაში გავშლით და საქართველოშიდაც შეიძლება, მაგალითად, ვისაც ბარი აქვს, ვისაც რესტორანი აქვს, იქაც შეგვიძლია, მაგრამ მოთხოვნადი უფრო არის იტალია და ევროპის ქვეყნები, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ყავა იყიდება დღის განმავლობაში, ჩემ მეგობრებს ბოლონიაში აქვთ ბარები, ერთს მოდენაში აქვს 5-6 კილოს, როვიგოში და ჩემ მეგობარს ბარი 6 კილოს, 7 კილო ყავას ყიდიან დღის განმავლობაში. და ეს არის საკმაოდ კარგი რეზულტატი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ყველაფერს ნელ-ნელა მოგაწვით, ყველაფერ ინფორმაციას, ტელეფონის ნომერსაც და შეგიძლიათ კიდევ გული მწყდება ძალიან, რომ ჩვენი თანამემამულეები, ვისაც რესტორანი გაქვთ, კაფეები, არ შემომეხმიანენ. მე არ მაქვს მნიშვნელობა, მე იტალიის ტერიტორიაზე გეუბნები, არ შემომეხმიანენ, ერთვა ხელი მოგიმართოთ, თქვენ საქმეში შეგიძლიათ ვისთანაც მუშაობთ, გააგრძელოთ იმასთან მუშაობა, არ არის პრობლემა, მაგრამ მე
თვითონ ახალ ადგილებს ვეძებ და ჩემი აპარატით, ახალი აპარატით, რომელიც საკმაოდ პროფესიონალური არის და ძალიან მაგარი მარკა არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ აპარატში მოადუღებთ ყავას. მე მაქვს მხედველობაში პროფესიონალები, იმიტომ რომ შეგიძლიათ თქვენ თავზე გამოცადოთ, შეხვიდეთ ერთ ბარში, შეხვიდეთ მეორე ბარში და სულ სხვადასხვა ყავაც სხვადასხვა დაგხვდება და გემოც სხვადასხვა დაგხვდება, იმიტომ რომ აპარატს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემო მეგობრებო. ასე რომ გაიხარეთ, წარმატებული დღე მინდათ გისურვოთ და მე კი წარმატებები მისურვეთ ყავის ბიზნესში. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადგილზე იქნება ბარებში ჩემი ყავა. და ერთ მშვენიერ დღეს რო შეხვალთ ბარში, დაგხვდებათ ჩემი ყავა. ჩემო მეგობრებო და გაიხარეთ, წარმატებული და იამაყეთ, რომ ქართველმა იტალიაში თავის რეცეპტით გააკეთა ყავა. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო და მიყვარხართ ყველა თქვენი კახაბერ ცერცვაზე. ახლა მე კი წავედი რეჯო ემილიაში. მოვდივარ რეჯო ემილიაში, ახლა ავტობანზე შევალ და ალბათ ერთ 40 წუთში ვიქნები. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა.